აბადო ჩვენია რატო ამკიდე ნერვოზი ბიჭო რა გინდა რატო გაგაეცელა შეხედეთ ამ სილაბაზე შეხედეთ 21 საუკუნის ქართველი ვაჟკაცი აი ეს არის ის ექსკლუზივი არაფერ ნაცვალე მაგრად გააჩერეთ ჩაწერა ჩავდივარ. რა გავაჩერეთ გიორგი? რატო რა გააჩერეთ ჩავდივარ? სად მიდიხარ გიორგი? სამშობლოა სად მივდივარ? მიდი, გააჩუთხარი რომ გააჩერეთ ჩაწერა ჩავდივარ. გაგიჟდა. გამოწოთ ამ გოგოში მიერებს. თემურ ციკლაური თქვენ შოუში. მივესალმებით. თეთრის კამერა თქვენ. კი ბატონო. როგორ ბრძანდებით ბატონ თემო? მე მგონი კარგად. მივესალმოთ კიდევ ერთხელ ბატონ თემო. ალბათ. მით უმეტეს თქვენ რომ მომიწვიეთ და აქ ვარ თქვენთან. რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც სასიამოვნოა თქვენი სტუმრობა თქვენ შოუში. ალბათ თქვენ შოუ მოგწონთ, ხო, ბატონ? ნუ რო არ მომწონდა საქ არ მოვიდოდი მაშინ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. ბატონ თემურ. დიახ. თქვენი სიმღერაა კარი გამიღეთ, თხოვა სიკვდილმა, მე ვერ გავუღე კარი. ხომ არ შეიძლება რომ ეს ტექსტი შევცვალოთ, იმიტომ რომ ეხლა ადამიანებს ხალხს დიახ. ინკასატორის უფრო ეშინიათ ვიდრე სიკვდილის. ხო, ნუ ხა. ჩავსვათ ინკასატორი, რა ხო, ინკასატორმა ეგრე? კი. მე ვერ გავუღე კარი. ხო, ინკასატორმა მე ვერ გავუღე კარი. თქვენ რა სიტყვით ხალხო, შევცვალოთ თუ არა? მე მგონი ინკასატორი ჯობია. აშკარად. ბატონ თემურ, თქვენზე ამბობენ, რომ არ ვიცი, ხა შეიძლება ჭორია, შეიძლება არა, მაგრამ მაინც მინდა რომ გითხრათ, რომ უცხო პლანეტელების გჯერათ. მე მინდა რომ წამიყვანოთ. ხაგათმა. ჯერ ჩემთან გექნება საქმე, მე ვარ აქ წარმომადგენელი უცხო პლანეტელების, ეგრე კი არა. წამიყვანოთ ბატონ თემურ, ან 7-8 კილო მაინც წაიღონ ჩემგან. ოჩალ. არა, უცხო პლანეტელებთან ასე მოქმედება და ასე მოქცევა ცოტა უხერხულიც არის, იმიტომ რომ დასჯაც იციან. ისე სხვა შორის ერთი გამოქცეულა იქიდან მეზობელი პლანეტიდან, არ ვიცი, ეგ შემოიარა თუ არა, რატო ლაპარაკობ ეგრე არ ვიცი, მაგრამ ფრთხილად იყავი იცი. ბატონ თემურ, ეხლა საუბრობთ და ჩვენთან არსებობს გადაცემაში ადამიანი, დიახ. რომელიც ვერ გავარკვიეთ საიდან არის. შეიძლება რომ შემოიყვანოს. არის ეგეთი, ხო? კი. შემოიყვა. რას? გობრძანეთ, რა თუ შეიძლება. ო! Алло, пусть, აბადო. ჩვენია, იქიდან არის. საიდან არის ბატონ თემურ ვერ დავადგინეთ. მაგას კითხე კაცო, მე რა გარედან ხო არ შევატყობა რა? არა, ნაკვთები ნახალობელი. რა საწყობ ნახალოგელის კაცო? არა, სუფთა პლანეტა ურანი. იქიდან არის, იმის წარმომადგენელია. დიახ, აგე? ანუ იქიდან. აგე. აბა, სახელი კითხე, სახელი რა ქვიაო ბატონო თემურმა? პიტი. აი ბიჭია, კაი, სენგე. კარგი ბიჭია? აი ბიჭია. შობელი ოჯახის ბუჭია და რა ვიცი. კარგით, ჩვენ მოგვიანებით დაგიძახებთ. მარტო ხარ? ეს მარტო არ იქნება ბატონო. არ იქნება, მარტო არ დადიან ესე მე არა, ხილად იყავი რა. ხილად ბატონო თემურ, ხუმრობა იქით იყოს. დიახ. ჩვენ ძალიან მოგწონს თქვენი შემოქმედება და მადლობ გიორგი. დღეს აქ შეგვისურვოთ სიმღერა. კი, ხუმრობას თავის ადგილი აქვს, რა თქმა უნდა, ეს თქვენი ფორმატია, ასეთი რაღაცები უნდა გაკეთდეს. დიდი მადლობა რომ მეც მომიწვიეთ. მოსაყველი ძალიან ბევრია, მაგრამ ხალხო არ გეგონოთ მართლა რომ აქ ან იმებით დავდივარ, აფთები გავხდება. რა ვიცი, ხალხო. ხუმრობა იყო? კი, თავისთავადია. ეხლა უფრო სერიოზულ სიმღერას შემოგთავაზებთ, მით უმეტეს დაახლოებით
ნოემბერში სოლო კონცერტი მქონდა და დიდ მადლობას ვუხდი რუსთავიორს, მისი მხარდაჭერაც განვიცადე თავისუფლად. დიდი მადლობა ბატონ გიორგი და სერიოზულ სიმღერას ვიმღერებ ხოლმე. ბატონ თემურ ციკლაური. მადლობა. მე შენ მიყარხარ საქართველო დაუსრულებლად და ჩემი გული უსაშველოდ გადაღლილია საგურამოსაც ვეწვეოდი აუცილებლად გაკლის ჩეროში რომ მელოდეს დიდი ილია საგურამოსაც ვეწვეოდი აუცილებლად გაკლის ჩეროში რომ მელოდეს დიდი ილია მე შენ მიყვარხარ საქართველო უკიდეგანო ჩემო მამულო არავისთვის არ მემეტები წუხელ ვიხილე რომ მიქროდნენ ციტამურისკენ თეთრი ვარდები და პენტილი თეთრი ეტლები მე შენ მიყვარხარ საქართველო მე შენ მიყვარხარ დაჭრილ სხეულზე გეხუტები და გეფერები ამ ქვეყანაზე ჯერ არას დროს არსად მინახარ სისხლის წვეთებიო ასეთი წოწისფერები ამ ქვეყანაზე ჯერ არას დროს არსად მინახავს სისხლის წვეთებიო ასეთი წოწისფერები ჩემო სამშობლო მიყვარხარ დაუსრულებლად და შენი გზები უკრის მადლით დალოცვილია უკვდავება შენი სახელი ზეციდან ჩუმაჩამ ჩურჩულებს დიდი ილია ხდება მადანა რა არის ხა? ჩვენ მივიღეთ გააწყვეტილება, რომ დღეიდან მადანა ჩოუდვიათ კანონები და მიკროფონებით ჩოურთვიათ. რა ხდება აქანა? ვერ გავიგე რა ხდება აქანა? სიმონ. ქუთაისის პარლამენტში. Are you going to
ჩაჭო ბიჭო კარტი მარე და აიღეთ მაგარი არ მინდა ახლა სამორინე დაზადული თამაშები არ მინდა ტრაშან პლუს შორი და მოგესალმებით უყელად მიდი ეტი ой да ჯეკ ბიჭო ევიცოს და მაგო დაგვაღამდა ბიჭო დევიცოს იგი თავმჯდომარე არა ვიო აუ ვერ მევასწები გენაცვალე თავმჯდომარე მაგარი კაცი შეიგდე ბიჭო დამსხლიკული ბობში ნახე ბიჭო შეიგდე და მაცალე ბიჭო აუ ვინა ევიცოს ხდომა ბიჭო ალამე აი ახალი შენობა ახო პარლამენტზე არა ახალია ეს სულ სიცხალეა ბიჭო მენაც უტაოჩია ზიო გარიას ახლა მისმინე ბიჭო რითაც დავიწყებ იქნება რომ პარლამენტს უნდა გადაერქვას სახელი ბიჭო აქ უნდა გადაერქვას სახელი პარლამენტი რა ბიჭო მენტი და პოლიცია მინდა ბიჭო ახლა მე ბიჭო ერქვა სახელი ბიჭო არი ქორუმი არონა ბიჭო თათბირის ამიგაცი ბირჟა დაიშალეთ უკვე ბიჭო არდომარე ვარდო ვინავა ბიჭო კანა ბიჭო ენა ბიჭო ეგ კანონ პროექტი და ემვიქილო ზაო რა არის ბიჭო ამ სისკე კანონ პროექტია იგი რა ფერგე მიიღო და რა გვაქვს ამდენი დრო ბიჭო რა გიწერია კაცურად მითხარე ბიჭო კანა ბიჭო აიო რა არის ბიჭო ამ სისკე ბიჭო რა დგინა ბიჭო ბიჭო უპასუხე ბიჭო რა დგინა ბიჭო ამ სისკე კანონ პროექტი ეი ზავედენა ხანდა გეიგებ რაცხად მინდა ბიჭო ანდე ვიწყოთ ავიო ვინმე სხვა არ უნდა მიკროფონთან ბაზარი მინდა რა ტუხია მე ვიწყი სულ ერთო სიტყვა იბზანდი ბატონო რომელ მიკროფონთან მივიდე სოველი ჯარტული მას დამიდი რა ბიჭო მე დამივიდე არდომარე ვარდი ადა ჩა გამერდა ვიწყა მიკროფონი ბიჭო ჩარტა ბიჭო ანზორი აი ხო ბიჭო ჩარტა მიკროფონი ვიწყა რა ბიჭო რას ლაბარა ამაია როზე დავაძრატეთ ბიჭო ვინ წაიღეთ მიკროფონი მიკროფონი ომარია აი იქით მიკროფონი გაბოშტე ბიჭო ვიწყო დეიწყე ბიჭო დაგვაღამდა თავზე ბიჭო აროჩე ახლა მე მაგ რამდენიმე იდეა და გეტყვით ახას ნუ პარტიებს უნდა გავარქვათ სახელები აროჩე ნაციონალებს დავარქვათ ბალახვნელები ნაციონალები ბალახვნელები ქრისტიან დემოკრატები იქნებიან სასტაველები და ხალთა პარტია ზაღა ხალი და გამთხილება უნდა გიწი და იქნება ისე ეგ ხალთა პარტია მწვანეთა პარტია კიდევ დავტოვოთ იმიტომ რომ ვაგენის სეზონზე გვშიამოვნებს მაგრა მწვანეთა პარტია ბაზარი არა ბიჭო ჩემი თავი შემოგერო რაზია ბაზარი უყარო აუ კაცურად მითხარი ბიჭო რა დგინა აფსისკე კანონ პროექტი არ შეგჭირდება ბიჭო მითხარი ბიჭო ალიკია სინო ეცა ბიჭო პატარა როგორია გულდა რა დგინა ბიჭო ყველა კანონ პროექტი რა დგინა მე მინდა სიტყვის თქვა თავმჯდომარე რა ის სიტყვის მაგინა ბიჭო ასოები არ იცი ბოლომდე რა ის სიტყვა უნდა ეგია ბიჭო მათქმევინე სიტყვა ნუ ეჭალაჭია ის ლუკნები რა მოგიტანე საკუთი არ მაინტერესებს სიტყვა უნდა ყოლევინე და არჩუნა ბიჭო პარლამენტარია ვიტყვის სიტყვა თქვი ბიჭო ის თქმა გინა ბიჭო მომისმინე ხა ვიკენდია საქაბაბეს უნდა მიენიჭოს კულტურული ძეგლის სახელი ძმაო სტატუსი უნდა დაიდგას ძმაო ქაბაბის ძეგლი და საწემლის შადრევანი ბიჭო მოწევე შადრევანია მე ვასე საწემლის შადრევანი ეს შოქში გვარ იგი ვიდა ამასალა შოქში ხანჯე აი და დასკრიგული ბო გაგი ჩეჩქავდა ბიჭო ეს ლაბარი შოქში ხამილია შე აი ჩართეთ ბიჭო ეგრანი დევიწყოთ კენჭის ხატორი და მაგჯა ნერვები ბიჭო კანონ პროექტი ფაქტობრივად მიღებულია მეორე მოსმენა არ ჭირდება ამ კანონ პროექტს ის მეორე მოსმენა აი ესე ბესმი რა ავტობუსია აი დაწყადი საბონია შენ თავი დასწავლე ბიჭო ნერვებს არ აყვე ბიჭო აუ შეხედე რა მიიქეს ნერვებს შეხედე ბიჭო ოპა ბიჭო ნერვები ამიღეს ბიჭო ეგი ვიდა მე სოფლიო ბანკიდან ვარ და მაინტერესებს როდის გაისტუმრებთ ვალს. ბიჭო როცა გვექნება გავისტუმრებ. არა მე დრომაი ვადა მაინტერესებს როდის დაგვიბრუნდეთ. ბიჭო გვექნება და გაგისტუმრე რა ტირი ხარ ბიჭო რა იყო ბიჭო. არა ვადა მაინტერესებს კონკრეტულად. ბიჭო არ გვაქვს ფიზიკურად და რაფერ გაგისტუმრე ბიჭო და მექნება და გაგისტუმრე ბიჭო. ჩემთვის გეცა
მიწონი და ქვეყნის დამიდა ის ბული ბიჭო. არ წეიდა სინი უთაყვები კუჩი ბიჭო. დალია ეს. მე მინდა სიტყვის ყმა თავსაბარე მათქმევიდე ორი სიტყვა რაც ხა პატარა ორი სიტყვა. რატო ამკიდე ნერვოზი ბიჭო. რა გინდა ბიჭო რატო გადაეცემა ენა ნერვოზი. ვიტო მე ვასწება მიკროფონი მაგრამ მე ვასწება და მათქმევიდე. ენა სახში გაგატა ბიჭო რა სიტყვის მაგინდა. რა გინდა ბიჭო რა გინდა? შენ რა გინდა ბიჭო რატო დამაწყვიტე ნერვები ბიჭო. აუ ვინა რაი დემოკრატია ეგ ბიჭო. დემოკრატია ნაფერშე. დემოკრატიას რა ფერშე? ბიჭო. ახლა გეიგებს რაც მინდა ეკანონპრუე. მოდი. სალიდა. ტაშტი გამაიტანე. ტაშტი გამაიტანე სალიდა. რა ტაშტი გამოვიტანო გიორგი სირცხვილია. რა არის სიტყვი ტაშტი გამაიტანე მე? გიორგი სირცხვილია სტუმარი ყავს. ვინ არის სტუმარი? გია ჯაჯანიძე. ხო და ტაშტი გამაიტანე. უნდა დავიფარო. გამოგიჟებ შენ. ტაშტი გამაიტანე. ტაშტი გამოვიტანო. თქვენ შოუს სტუმარი გია ჯაჯანიძე. ვიესალ. სამზადი ფილმის გამო. ხო არ მოგეხმაროთ. არა, მეჭირება ბედნიერი ვარ. მე ხო მაშინ ვარ ბედნიერი, როცა ვიტანჯები. არა, თუ გნებავთ ერთ ტაშს დავიჭერ კიდე. ერთ ტაშს დავიტან. არა, ეს ტაშტი რატო მომპარეთ იდეა თუ რაშია საქმე? არა, ეს ტაშტი ჩვენი გადაცემის ექსკლუზივია. არის. მაშინ ეს გამომართვი ჯერ? კი ბატონო, მე დავჯდე ხოლგით. როგორ გიხდება? ხატავს. მალე ჩვენ მალე დავამთავრებთ, იმიტომ რომ ძალიან მეჩქარება, მაკა შალიკაშვილს გარდაეცვალა ბებია. და აი აქედან პირდაპირ ამ ფორმით მივდივარ პანაშვიდზე. იმიტომ რომ ძალიან განიცდის ეს ხო ხუმრობა იყო. არა, მართლა გარდაეცვალა, სერიოზულად. არა, გავიცინე და მაკა შალიკაშვილს გარდაეცვალა ბებია. არა, ღმერთმა აცხონოს არ იცით. მე რო ეს ქალბატონი ცოცხალი ვნახე, ესეთი გამოხუხული მაკა, აი რა ჯვარი იმას ესწეროს, ესე იგი არ იცით როგორ გავს მაკა ბებიას. ხდოდია, რა უნდა გითხრათ? ხო. თქვენ რამდენიმე ცოლი გყავთ, ხო? გიჟი ხომ არა, ხა ეს უნდა ვთქვა. არა. თქვენ რამდენიმე ცოლი გყავთ, ხო? კი. მე დავდივარ ძალიან უცოლოდ. რამე სახში ძველი ტაშტი ხო არ გიგდიათ რომ დავიფარო? არა, ტაშტი მოვიტან. რატო? აბა ვერ გავიგებით ხარი? ანუ რამე ძველი ტაშტი ხო არ გიგდიათ? არა, მე რამოდენიმე ცოლი იცი რატომ მყავდა? ეხლა ესეთ ფორმაში რო ცოლი დაგინახავს დილით. რო გამოდიხარ სახლიდან, არ გაიქცევა და სხვათა შორის ერთი უცნაური რაღაც უნდა გითხრა. საერთოდ ქალები ძალიან განიცდიან, როცა კაცები ტოვებენ. მე მაქვს ესეთი საიდუმლო. ქალი რო თვითონ გაიქცეს სახლიდან, უნდა დაიწყო უცნაურობები, გიჟობები. პირველ ცოლთან ღამე დავდიოდი სიარო, მთვარეული ვიყავი. მეორე ცოლთან თმებს რაღაცეებს უშვებოდი. მესამე ცოლთან დილით ვეტყოდი ხოლმე გამაღვიძე მეთქი და ენა გადმოყოფილი ვეგდე ხოლმე და ეგონა რომ ვერ ვიყავი კარგად და კაი. აი ესე ყველა გაიქცა. ეხლა ვის იგერიებთ ბატონო გია? ეხლა ვიგერიებ მტრებს. აჰა, მტრებს იგერიებ. ვიგერიებ დიზაინერებს, იმიტომ რომ დავიღალე ამდენი ქურდი დიზაინერები. აი დაუშვათ რაღაცა დეფილეა. ნუ თეძოზე რაღაცა ყვავილი აქვს დამაგრებული, სადღაცა აქვს მოპარული. რაღაცა ფრთა, სადღაც არის მოპარული და ასე სხვათა შორის ძალიან აი მთელი სერიოზულობით გეუბნებით. გიждები თქვენ შოუზე და ის პეროიანი მასწავლებელი რო დავინახე, გულწრფელად შემჩურდა, იმიტომ რომ როგორ ვერ მოვიფიქრე. გიждები თქვენ შოუზეო, ტაში.
არა და კარგი ამინდია და მე კიდე არა, ეს სხვათა შორის კარგ ამინდში უნდა დაიხურო. ხო. აჰა, ესეც არ ვიცოდი. ბატონ გია, ნათქვამია რომ სადაც ბატონო გია, ნათქვამია რომ სადაც წახვათ, იქაური ქუდი უნდა დაიფარათო და ვაკეში რომ მიდიხართ ხოლმე, ჯაკუზი ხო არ გაფარდა. არა, ჯაკუზი არ. ვაკეში რომ მივდივარ ხოლმე, სხვათა შორის აი მე ყველაფერი მოვიტანე, იცი? ყველაფერი აი ყველაზე კარგი იყო, რა ვქნა, აი ამ პატრულის ისტორიას ვერ ვცდები რა. არ იცით. ეს რა არის? აი ეს არის ხილის ქუდი. ხილის ქუდი. აი მაგალითად მოვედი, ეხლა შეგიძლია ესე დავიფარებ ამ ქუდს და ესე რაც გინდა ამოიღებ, შეიჭამ და ასე შემდეგ და აი ესე მოვიფიქრე, შეხედე რა სილამაზეა. აი ხა ზაფხული მოდის, ჩაკაფულის ქუდი იქნებოდა კარგი. კარგი, აი ეხლა რა, ნახე, ეს რამეს სხვათა შორის იდეები ესე მომდის. ეხლა ხორცს გადაფარებული რომ მოვალ თავზე ერთხელ. აი მერე ნახავ. არა, ისე სხვათა შორის მე რო ჩავიცვა ან რაღაც ეგეთ შეიძლება რა მე? კი, როგორ არა, ძალიან სხვათა შორის ერთი რამე მინდა რომ გითხრა. აი ეხლა უცბად გამოგაწყობ, უცბად. ეს ქოლგა მომეცი აქ. ეს ქოლგა. კი ბატონო. ეს ქოლგა დაგჭირდება კიდე ჩვენ. ყავაზეც ხო არ მიმკითხავებ. შემოვიტანე. ყავაზე არა. ყავაზე არა, ეხლა მე გეტყვი ფრჩხილზე ვმკითხავ, ფრჩხილში ჩავიხედავ და ყველაფერს მივხვდები რა გჭირს. ცოლი არ აკავს, ხო? არა, ერთი დაშტი მინდა რა. ერთი დაშტი მინდა. მოდი აბა. ეს ჩავიცვა? აი ეს უნდა ჩაიცვა აუცილებლად. სხვათა შორის ისე რა უცნაურია, იცი? რაღაცებს რო ვკერავ ხოლმე. ზომა. ეხლა მე რა ვიცოდი რა ზომის წამყვანი შემხვდება. არა, რა მე რო დავგეგმერო თქვენ მოსულიყავ, დავიკედი. სხვათა შორის დაიცად ჯერ სადახართ, ჯერ სადახართ. ეს ხო იცი, ამას რა ქვია, ამ ჩასაცმელს ქვია, კაცი რო გამწარებულია, ცოლი რო შავდღეში აგდებს და უცბად ეს ქალი რო თვალებს დახუჭავს და მოკვდება. აი ესეთი სამოსი უნდა ჩაიწვას. კიდე გვაქვს რაღაცები? აღარავინ აღარ გამომყვება, ბატონო გია. ისეც არავინ არ მომყვება. სხვათა შორის დაიცადე ეს გაგისწოთ, დახტი. არა, კაცურად რო გაცვია და კაცი რო ხარ. ხო, იხუმრე. ზუსტად ესეთი კაცები მოწოს თანამედროვე გოგოებს. გაჩერდილი ხო? შეხედეთ. არა, აი ესეთი ვაშკაცი თქვენ გინახავთ სადმე? რა საოცარ. კაცობას გაუმარჯოს, მეგობრებო. კაცული ხარ, კაცი რო ხარ. ესე უნდა აი შეხედეთ ამ სილამაზეს შეხედეთ. 21 საუკუნის ქართველი ვაშკაცი. ისე სიმართლე გითხრა როგორი. დაბძან. თქვენ რაღაც დეფილეთი ხართ ხო მოსული? კი, დეფილე. მე სხვათა შორის ეს ყბადაღებული თემა ექსკლუზივი, მე თქვენ შოუს გავუკეთე ექსკლუზივი. რაში დაუკრათ? საინტერესოა. ესა იყო? ქალბატონი, რომელიც არასოდეს არ უნდა გამოვიდეს სამზარეულოდან. ქალი უნდა იდგეს მხოლოდ კუხნაში. ესა არის პათოლოგია? ეს ჩემი რჩეული ბიჭია. ბიჭი, რომელიც ძალიან დიდხანს ვერ დაისვენებს ზაფხულში და ამიტომ თავზე უნდა ედგას ეს ხეხეხი. საინტერესოა. ესეც საინტერესოა, ეს რა ხდება? ეს არის რაც არის.
წალწული, რომელსაც არ უნდა მიუახლოვდეთ აი იმ რადიუსამდე. ეს ახდება ბატონო. აი ეს არის ის ექსკლუზივი. კენაცვალე, მაგრამ. მეყვავილე ბიჭი. თანამედროვე მელომანი. აჰა, ეს არის. თქვენ ვერასოდეს ვერ მიხვდებით ეს ვინ არის და რატომ აცვია ეს სამოსი. ეს არის ჩვენი თანამედროვე პოლიციელი, რომ გამჭვირვალე იყოს მისი ლამაზი მალწარბი და ბაგენი. საინტერესოა, ძალიან მომეწონა. მომისმინე ერთი რამე, შემისრულეთ ერთი თხოვნა. აი ამ მუსიკაზე, რომელი მუსიკაც ეხლა იყო, მაცეკვეთ შალახო. აი გიჟდები. ისი თქვენ არ იცით? ვაიმე.